მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. დღეს მინდა ის აქტუალურ თემაზე ვისაუბრო, როგორიც არის ამინდი. მე მგონი შესაბამისი სიტუაცია ყველგან გარშემო თოვს. პირველად ამინდზე ხელოვნური ზეგავლენის ფაქტი სამხედრო მიზნებისათვის ოფიციალურად გასულ საუკუნეში 1946 წელს დაფიქსირდა. როდესაც ამერიკელმა ქიმიკოსმა უინსტონ შათერმა გრეიკ ლოკის მთაზე ამერიკაშია თვითმფრინავიდან 9 კილოგრამი მშრალი ყინული გადმოაფრქვია, რამაც საოცრება და ისეთ თითოეულობა გამოიწვია, რომ გაოგნებული დარჩა ყველა. ეგეთი ამბები ხდება. ყოველს ფაქტია, მე არაფერს არ ვიგონებ, სახელით, გვარით, თარიღით, შეგიძლიათ დასერჩოთ ინტერნეტში, არაფერი დამალული არ არის. ისეთ რა არის, მე მინდა ცოტა შორს დაუბრუნდე, რომ წარსულში გადავინაცვლო. აი, წვიმით ვაჭრობა. აი, გვერდათ არა, ეს კაცი რევს გოდავს ალბათ, ხო? აი, ვნახოთ, მინდა წარმოგიდგინოთ ეგეთი ტიპი, ჰეტფილდი, ჩარლზი. ეს კაცი არც თაღლითი ყოფილა, თქვენ წარმოიდგინეთ და არც ჯადოქარი. და არც პირველი იყო ამ დაუჯერებელ ამბავში. არგონავტებში რო ავიღოთ მაგალითად, ხო? კოლხიმედია მოხსენიებულია ქალი, რომელსაც შეეძლო ზამთარში ზაფხული და პირიქით გაეკეთებინა, მოდი ესე რომ ვთქვათ რა, შეეცვალა. შეეძლო უცბად ზამთარში ათმის ბაღები აეყვავებინა ესეთი გადმოცემა გვაქვს ჩვენ მითოლოგიაში. მინდა ხაზი გაუსვა. მოკლედ ამერიკაში გასული საუკუნის დასაწყისში ფერმერობა ყვაოდა. ნუ ეს ამხელა უკიდეგანო ველებზე გაშლილ ყანებს, სიმინდის, კარტოფილის ველებს ხო რა სჭირდება? რა თქმა უნდა ნალექი. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც საშინელი გვალვადგებოდა, ხო? და ფაქტიურად ფერმერები გაკოტრების ზღვარზეც კი მიდიოდნენ. პირველი წვიმის გამყიდველი, ესე დავარქვათ, ოფიციალურად რეგისტრირებულია ვინმე ავსტრალიელი ფრენკ მილბურნი. ავსტრალიელი ყოფილა. რომელსაც ჰქონდა გარკვეული წარმატებები, მაგრამ საბოლოოდ წარმატებები შეიძლება ვთქვათ ბჭყალებში. საბოლოოდ თაღლითად შემორჩა ამინდის გაყიდვების ისტორიას, ესე რომ ვთქვათ. ის უფრო კარგი სინოპტიკოსი ყოფილა, ჰიდრომეტეოროლოგიაში ძალიან კარგად ერკვეოდა და წინასწარ იცოდა თურმე რა დროს მოვიდოდა წვიმა და ნუ ეს ამბავი ბოლოს გასკდა და დარჩა, როგორც მოგახსენეთ, ამინდის მართვის ისტორიაში როგორც თაღლითი. შემდეგ ყოფილა ვინმე კლეიტონ ჯოელი. ის თურმე აეროსტატით ეს გასაბერი ბუშტით აფრინდებოდა, დინამიტს ხეთქავდა და რაღაცა ნუ 100-დან ალბათ 1-2-ჯერ 3-ჯერ გამოუვიდა ესო, ან შემთხვევით ან ის უსაწყრებლები შეიკრიბა და წამოსულა წვიმა. ჩარლი აღმოჩნდა მათ შორის პირველი წარმატებული წვიმის გამყიდველი. ჩარლი ამზადებდა 23 ქიმიური ელემენტებისაგან შემდგარ საიდუმლო კოქტეილს, რომელიც ცინკის რეზერვუარში მოაქცევდა, ამას ადუღებდა მარტივიანით რო ვთქვათ, ტემპერატურულად იღებდა ორთქლს და ეს ორთქლი ადიოდა ცაში და თქვენ წარმოიდგინეთ, იკრიბებოდა ზღრუბლები და იწყებოდა არა თუ ჟუჟუნა წვიმა მოვიდა და არა თუ რა ქვია შხაპუნა წვიმა, არამედ სერიოზული შტორმის თანხლებით, თავისი ელვით მოდიოდა კოკისპირული წვიმა. რასაც ნუ ფერმერები ალბათ გაოცებულები იყვნენ და რა თქმა უნდა ამაში თანხებსაც არ იშურებდნენ. აი 1904 წელს ყოფილა საშინლად გამორჩეული გვალვა კალიფორნიაში, ეს არის ძირითადი მომარაგებელი ამერიკის დღესაც რჩება ხომ, ეს უკიდეგანო ველები და მიუწია გაზეთში განცხადება, რომ აი ესე წვიმას ვიწვევ ესე და რაღაცა, მოკლედ დაინტერესებულან ფერმერები იქნება გაფუჭებული საათს 24 საათში ზუსტროს აჩვენებსო და გადაუხდიათ ამაში თანხა და იმის მერე ის პოპულარული გამხდარა, რომ ნუ რა ვიცი რა გითხრათ ხო, ესე იგი ჰონდურასის მთავრობას თხოვს, რომ ჩააქროს ხანძარი, რომელიც ვინვარებდა მაშინ ტყეებს იყო მოდებული ეს ყველაფერი, მე ერთხელს თხოვეს, რომ ესე იგი ისე სან-დიეგოში თუ არ ვსდები, კაშხალი, ვისაკ წყლით მოემარაგებინა, მაგრამ სანამ კაშხალზე მივალთ, ესე იგი ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამშრალი ტბებიც კი ამოუსია, კაშხლის, ესე ვთქვათ, შევსებას თხოვეს, ხო? არ ვიცი რა გააკეთა, მოკლედ ესე იგი, ისეთი წვიმა გამოიწვია, რომ ამას მოჰყვა ძალიან დიდი სტიქიური უბედურებები. თავის ხვერპლით და მთელი უბედურებით, როგორც ხდება, ხო, აი უზარმაზარი სტიქია, რომელიც 2 კვირის განმავლობაში მძვინვარებდა.
მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ანაზღაურება უნდათ რომ დაეკისრებინათ ჩარლისთვის. ჩარლი ძმასთან ერთად მუშაობდა და ძალიან პოპულარული იყო, ძალიან მდიდრები იყვნენ. სასამართლო შეედგა თუ არ ვწდები 2 გზის და თქვენ წარმოვიდგინეთ გაამართლეს. ესე იგი, როგორ რაღაც ჩაწერეს, მაშინ აღიარეს წვიმა ეს არის ღვთისკვნილება, ამიტომ ღვთისკვნილებაში კაცი ბრალეული ვერ იქნება. აი, ეგეთი სასამართლო პროცესი იყო. გავაგზავნოთ ახლა ამ ჩვენი წვიმის კაცის, როგორც გითხრათ, დავარქმევ წვიმის კაცი მომწონს, Rain Man შვენიერი ფილმია, შეგიძლიათ ნახოთ, იქნებ გაიხსენოთ. ისეთი ფილმები, სადაც სისხლები არ მოდის, რა მოკლედ რა ვამპირები და რაღაცები. ხო, მოკლედ ესე იგი ამ კაცზე არის ეგეთი ის, რომ დიდი დეპრესია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგ პერიოდში მივიწყებას მიეცაო ამბობენ ოფიციალები და იქამდე მისულა, რომ მერე დაუწყია საკერავი მანქანებით ვაჭრობა. ხო, გარდაიცვალა 1958 წლის 12 იანვარს, თან წაუღია ეს საიდუმლოება, როგორც ამბობენ და თითქოს არ იციან. ესე ამბობენ ოფიციალები და ოფიციალური ისტორია ესე გვეუბნება და ვემატიანე. ზოგი ალბათ იმას წაბრალებს, რომ ეს იყო თაღლითი, იცოდა წინასწარ რა ამინდი იქნებოდა, როგორ იქნებოდა, მაგრამ ეს როგორც ხდება ინდურ კინოში როგორც იტყვიან რა. ეს ყველასთან ეგრე ხდება, გვაქვს ამის მაგალითები. ხო და აი მოკლედ ესე იგი მას კიდე ქონია 500-მდე გამოკვლევა. ხო და ეხლა მე შემიძლია რომ დაწვრილებით მოგიყვეთ თუ როგორ ხდება ამინდის მართვა რა კომპონენტებით, ხო? ეს არა მარტო მშრალი ყინული არის, ეს ოფიციალურად ხალხო პატენტები დევს, მაპატიეთ გამოთქმის ოხრად შეგიძლიათ ეს მოიძიოთ და ნახოთ რა ეს ისეთი ის არის და ესე გურევენ ცემენტს როგორც ცნობილია კიდე მაგეთი რაღაცები ალუმინს და ესე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი ცაში იმალება, ხშირად უნდა აიხედოთ ცაში და მიხვდებით რა ხდება და როგორ არის. მაგრამ თუ არის ისეთი რომ ყველა ქვევით ვიყურებით გაჯეტებში და ცას აღარ ხატავენ, ცაზე არაფერს აღარ წერენ. მოკლედ, არაფერი კონსპირაცია აქ არ არის, არაფერი საიდუმლოებით მოცული არ არის, ყველაფერი ჟღავნდება და მე მგონი გამგები გაიგებს, ეხლა ის თქმაც მინდა, ხო? შეგიძლიათ დასერჩოთ ჰარპი, გაძლევთ ეს მინიშნებას, მე მიყვარს, როდესაც მინიშნებს ტოვებ და მიყვარს, როდესაც კაცი და ქალი დასვავს კითხვას და ალტერნატიულად შეხედავს ყველაფერს იქნებ, ეს ესე არ არის, ხო? კითხვები და აპოკალიფსის ნიშნავს ძველ ბერძნულად ფარდის გახსნას, არ არის ზომბები და რაღაცები. აბა დიდი მადლობა დროებით. კარგ ამინდს გისურვებთ.